უნდა ითქვას, რომ ორმაგი სტანდარტების საფრთხის თავიდან ასაცილებლად არანაკლები მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ ფასეულობებსა და პრინციპებზე, რომელიც მოსწავლის უახლოესი კონტექსტებისთვის არის დამახასიათებელი. თუ სწავლების პროცესში მაგალითის, ანუ უსიტყვო სწავლების ძალასა და მნიშვნელობას გავითვალისწინებთ, ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმ გარემოს სამოქალაქო ღირებულებებს, რომელშიც მოსწავლეს უხდება ცხოვრება და ურთიერთობა. სქემამ მოსწავლის უახლოესი კონტექსტები მოგვიანებით სამოქალაქო სწავლების ზოგადი ორგანიზების თვალსაჩინო წარმოდგენაშიც დაგვეხმარება. სქემაზე კონტექსტები, კვერცხის ფორმის ოვალები უახლოესკენ შორეულისკენ თანმიმდევრობით არის დალაგებული და თვალსაჩინოდ ასახავს მათ შორის ურთიერთკავშირებს, ურთიერთგავლენასა და ურთიერთგანპირობებულობას. შეიძლება ითქვას, რომ სქემაზე ასახული კონტექსტები თანაბარ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერებისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში. მხოლოდ შესატყვისად წარმართული სწავლა აღდგის და ამ გარემოთა სასიკეთო ზემოქმედების შედეგად შეიძლება მივახციოთ სამოქალაქო საზოგადოების მოქალაქისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას. ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობების ეთნიკ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მათი დაცვისათვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას. როგორც ხედავთ, ამ კონტექსტების, ამ კვერცხის ფორმის ოვალების ცენტრში არის მოსწავლე, სუბიექტი, მე, შემდეგი ovali არის უახლოესი გარემო, ისიერი გარემო, კრიტწოდებული ჩემი ოჯახი, შემდეგ არის ჩემი კლასი, ჩემი სკოლა, ჩემი ქვეყანა და მსოფლიო, ანუ სამყარო. კიდევ ერთხელ აღნიშნის ღირსია კავშირი ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი, საზოგადოება. ამ ჯაჭვის შეთანხმებული ერთობა და სრულფასოვანი კომუნიკაცია წარმატებული სწავლება სწავლის პირობაა. კომუნიკაციაში იგულისხმება როგორც სპეციფიკური, ისე ზოგადი ცოდნისა და უნარჩვევების გადაცემა შეთვისება. ამ მჭიდრო სისტემის ერთიანი ძალისხმევით იქმნება სწავლება-სწავლის უსაფრთხო, პოზიტიური, ურთიერთმომეწონებით სავსე, ნაყოფიერი, განვითარების მასტიმულირებელი გარემო. ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს საკუთარი გამოცდილებიდანაც, რომ ბავშვისათვის კლასთან, სკოლასთან დაკავშირებული პირველი შთაბეჭდილება მასწავლებელთან ასოცირდება. ამიტომ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ოჯახის შემდეგ მასწავლებელია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების წესით, ფასეულობებით, პრინციპებით, ზნეობით, ცოდნით, სულიერებით, ზოგჯერ ოჯახზე უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის სრულფასოვან მოქალაქედ აღზრდაში. შესაძლებელია მოსწავლისათვის მასწავლებელი სხვა მნიშვნელოვან დასრულებას ჩაანაცვლოს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი თავად იყოს ღირსეული მოქალაქე. თავის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში სამოქალაქო ფასეულობებს ითვალისწინებდეს და იყენებდეს და მოსწავლისათვის სამოქალაქო პოზიციის თვალსაჩინო მაგალითიც იყოს. ამ შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ ორმაგ სტანდარტებს. მაგალითად, თუ მასწავლებელი ტოლერანტობას ასწავლის, მაგრამ თვითონ ქსენოფობია, გენდერულ დანასწორობას ასწავლის და თავგადასავლელი გენდერული შოვინისტია, არაძალადობრივი გარემოს მნიშვნელობას უხსნის და თვითონ ფსიქოლოგიურ ძალადობას მიმართავს, შესაძლოა ფიზიკურ ძალადობასაც მიმართავდეს. მნიშვნელოვანია მასწავლებელს შესაბამისი განათლება ჰქონდეს ბავშვის განვითარებასა და ფსიქოლოგიაში და ესმოდეს, რომ ღირსებას ადამიანის დასრულობაში კი არ იძენს, არამედ დაბადებისთანავე დაჰყვება და განსაკუთრებული მნიშვნელობა სკოლაში შესვლისას აქვს. ყოველი მოსწავლის ღირსებას გაფრთხილება სჭირდება, რადგან ეს თვითმოსწავლეების მხრიდან სხვა ადამიანთა, მშობლების, თვითმასწავლებლების, საზოგადოების წევრთა, თანამოქალაქეთა ღირსების გაფრთხილების განწყობის შექმნას შეუწყობს ხელს. ეს კი თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვით სკოლაც სამოქალაქო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნებოდეს და ჯანსაღ გარემოზე ზრუნავდეს.
ჯანსაღია გარემო, სადაც იცავენ გამჭვირვალობას, აზრთა პლურალიზმს, წაახალისებენ დამოუკიდებლობასა და შემოქმედებითობას, ან განისვიწევენ გაზიარებულ წესებს, ტრადიციებს და ლიმიტებს, სადაც კეთილგანწყობამ, პოზიტიური სწავლება-სწავლისთვის და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა შენარჩუნება, ჯანსაღი, ალდის მოსმენა, გაზიარება, კრიტიკული აზროვნება, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა, სამართლიანი კონკურენცია, გარე სამყაროზე ზრუნვა საზოგადოების ცხოვრების წესია. და ბოლოს ამ სამოქალაქო განათლების შედეგი უნდა იყოს სრულყოფილი წარმოდგენა სამოქალაქო თამაშის წესებზე და მასში ყოველი მოქალაქის როლზე. რა გვექნება დღეს? დავალებად. პროსპერად დავალებად სემინარისთვის, ჩვენი ვიზუალური შეხვედრისთვის. კარგი იქნება თუ მოიფიქრებთ, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ კარგ ადამიანსა და კარგ მოქალაქეს. თითოეული კარგი ადამიანი, ცალკე და კარგი მოქალაქე ცალკე გარკვეული სპეციფიკური თავისებურებებით ხასიათდება. ჩემი აზრით მოგეხმარებათ ამ თავისებურებათა ცალ-ცალკე ჩამოწერას ვეტებათ და შემდეგ ამ თავისებურებებს შორის ურთიერთკავშირების დანახვა. და აქვე მინდა შემოგთავაზოთ ერთი სენტენცია. სენტენცია არის ზნეობრივი მიმართულების დებულება, ზნეობრივი შინაარსის დებულება. ადამიანი კარგი მაშინ არის, თუ მარტო მყოფიც კარგია. ნახვამდის.